პირველში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენთაგანს იმისთვის, რომ იბრძვით საქართველოს ნათელი მომავლისთვის, იბრძვით ჩვენი ბიჭების თავისუფლებისთვის და სწორედ აქედან გამომდინარე, მინდა გაგაცნოთ პოლიტიკური პატიმრების, მშობლებისა და ოჯახის წევრების სპეციალური განცხადება. ჩვენი შვილები, ძმები, დები და მეგობრები დღეს არიან სენდისის პატიმრები. ისინი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად აპროტესტებდნენ ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, არჩევნების გაყალბებას, დემოკრატიული პრინციპების ფეხქვეშ-გათელვას და ქვეყნის პროდასავლური კურსიდან გადახვევას. მათი დაკავება არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას. ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის და ვაცხადებთ შემდეგს. გვინდა დავიწყოთ წინადადებით. 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა. მადლობა ყველა ჯარისკაცს, გენერალს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დაცვისა და შეუდრეკელი სულისკვეთებისთვის, რამაც დღემდე ღირსეულად მოგვიყვანა. ჩვენ ქეთს ვიხდით თქვენი თავდადებისა და ბრძოლისთვის, შესაბამისად არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ თქვენ სულისკვეთებასა და პატრიოტიზმში. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დაუშვებთ მათ უდანაშაულო ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის განთავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვუხმობთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა. სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვნებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შვილების ან ერთი ჯგუფის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა ყველასთვის, ვისაც არ სურს დიქტატურა, რუსეთის გავლენა და უსამართლობა. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. გთხოვთ, შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში, რათა ერთად დავიცოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ვიკრიბებით 8 აპრილს, მემორიალთან და ვათენებთ ღამეს ერთად. 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე. გამარჯვება ხალხშია, გავიმარჯვებთ სახელოვნად. მადლობა ჩვენ ვიწყებთ.